რომლებმაც დატოვეს ეს ტელევიზია და უარი თქვეს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდულ კამპანიაში ჩართვაზე. დღეს აი ხუმრობდნენ, რომ იმედის დრონი არ დაფრინავს ჰაერში. იმდენად გაშლილია პროტესტი ქვეყნის მასშტაბით, რომ დრონებიც არ ყოფნით. ნუ თუ ამას მაინც ვერ ხვდებით. TV იმედი როგორც ტელევიზია შედგა მაშინ, როდესაც თქვენ გააშუქეთ სანდრო გირგულიანის სასტიკი მკვლელობა და დღეს ხართ ის ტელევიზია, რომელიც საკუთარი ათეულობით მოქალაქის სისხლის ღვრას წამების ფაქტებს მალავთ. არც ერთი ეს ადამიანი არ მოგიწვევია სტუდიაში და ამის დაცვად ალაპარაკებთ თქვენ ადამიანებს. ლევან მურუსიძისთვის ჰქონდათ ეთერი დათმობილი. რომელ ობიექტურობაზე საუბრობთ თქვენ მართლა? რომელ სანდრო გირგულიანს ახსენებთ ხოლმე თქვენ 7 ნოემბერს? 7 ნოემბერი, რომელიც მოგიწყოთ იმ ადამიანები ყავთ სტუდიაში გამოჭიული და ეს ადამიანები გველაპარაკებიან წარსულზე თურმე. გივი მიქანაძე ყავთ სტუდიაში. სტუდიაში ყავთ ის ადამიანები, რომლებიც შემოქმედი არიან 7 ნოემბრის. და ტელევიზიაში როდესაც შემოდიხართ, იქ ბადრი პატრიკაშვილის სურათს რო ჩაუვლით გვერდით, მინიმუმ შეგწხვეთ მაინც. ან როგორ უნდა ვირწმუნოთ თქვენი, რომ თითქოს ემპათია გაქვთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აწამებს სისტემა. როდესაც არც ერთი მათგანის ინტერვიუ არ გაგიშვიათ, არც ერთი მათგანის ძალადობის ფაქტი არ გაგიჟღერებიათ და არ მიგიწოდებიათ ეს ინფორმაცია თქვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ხშირად საუბრობთ ხოლმე, თურმე ეს კერძო ტელევიზიაა და ასე შემდეგ. კერძო ტელევიზია კი არის, მაგრამ თქვენ სახელმწიფოსგან გაქვთ ლიცენზია, რომ გააშუქოთ ობიექტური რეალობა. როდესაც ერთი მხარის პოზიციას აჩვენებთ, უნდა აჩვენოთ მეორე მხარის პოზიცია. არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ითხოვს აქ ჯდომას და ლაპარაკს. გაუხსენით ეთერი ნაწამ ადამიანებს, ნაწამებ ადამიანებს, გალახულ ადამიანებს, ღირსება აყრილ ადამიანებს. იმ ადამიანებს, რომლებიც ძვლებში დამტრეული წვანან ეხა სხვადასხვა სამომტყოფოებში თუ იზოლატორებში. ამას არ აკეთებთ. იმიტომ არ აკეთებთ, რომ ეს დავალებაა თქვენი. და როგორც გდდ შტაბ-ბინა არის ერთ-ერთი მთავარი უწყება, რომელიც არბევს საკუთარ მოქალაქეებს, ასეთი მთავარი შტაბ-ბინა არის აქ. საიდანაც ადამიანების ფსიქიკაზე ძალადობა ხდება, საიდანაც ადამიანების მოტყუება ხდება. თქვენ დღეს იქეცით ტელევიზიად, რომელიც სანდრო გირგულიანის მკვლელობის გაშუქების შემდეგ მალავს წამების ათობით ფაქტს, მალავს სახელმწიფოს ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე. და ნუ გონიათ, რომ ეს პასუხგაუცემელი დარჩება ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს პროტესტი არის გაშლილი ქვეყნის მასშტაბით. მოდებულია ყველა ქალაქს, ყველა სფეროს, ყველა პროფესიას. და ეს მაინც უნდა განიშნებდეთ იმაზე, რომ ეს პროტესტი დასრულდება ქართული ხალხის გამარჯვებით და თქვენ შეგწხვებათ საკუთარი თავის. მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ნაცმოძრაობიდან პორტირებული ოცნებაში, მაგრამ თქვენ მათ შორის თქვენ ტელევიზიაში მყოფი ადამიანების ნაწილი პროპაგანდის სამსახურში იყავით ნაცმოძრაობის 2012 წლამდე და დღეს ხართ ოცნების პროპაგანდის მსახურებაში. ამიტომ გთხოვთ იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად განიცდით ჩვენი მოქალაქეების მიმართ არსებული მწამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, მოეგეთ დროზე გონს. თქვენ გამოხატულ პროტესტს შეუძლია ამის გაჩერება. ამიტომ ნუ იქცევით იმ დაწესებულებად, საიდანაც იმედს კლავენ რეალურად. იმედი ნუ შეაზიზღეთ ქართულ ხალხს. შხამს და ზიზღს ნუ ანთხევთ ამ დაწესებულებიდან. საკუთარ მოქალაქეებს მოусმინეთ, მათ ტკივილს მოусმინეთ, მათ გულისკმას მოусმინეთ. მიყავით თქვენს გულს და არა იმას, რას გეტყვით აქ თქვენი საინფორმაციო უფროსი თუ პარტიული პარტმუშაკები, რომლებიც თვითონ სად გაიქცევიან და სად ექნებათ გასაქცევი არ იციან. ამიტომ ძალიან გთხოვთ, იმედი დაუბრუნეთ ქართულ ხალხს, საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოქალაქეებს დაუბრუნეთ იმედი და ნაწამებ ადამიანებს გაუხსენით ეთერები.